საღამო მშვიდობისა, ეთერშია პროგრამა ინფორმატორი შოუ ბიზნესის სიახლეებით. ნახევარი საათის განმავლობაში ერთად გავეცნობით ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესს. გაეროს თბილისის ოფიციალურ წარმომადგენლობაში გაიხსნა გია ჯაველიძის ფოტოგამოფენა. აქ არის სხვადასხვა ჟანრი, პეიზაჟი არის, ძველი თბილისის არქიტექტურა არის. მე უფრო პორტრეტები მიყვარს, მაგრამ პორტრეტი ნაკლებად კომერციულია. ახლობლის გარდა არავინ არ ყიდულობს პორტრეტს და ბოლო გამოფენა მქონდა სადღაც 80-იან წლებში. იმის მერე გამოფენები არ ქონია გაკეთებული. ამჯერად ფოტოგრაფი ვარ, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მოღვაწეობ რეკლამაში და სამხატვრო აკადემიაში ვასწავლი ფოტოგრაფიას. პრომოუტერმა ვანიკო თარხნიშვილმა აჭარა მიუზიკ-ჰოლში როგორც ჩვევია ხოლმე ორიგინალური ფართი, იტალიური სადილი, ანუ ტუსოშჩიკესთვის მოაწყო. გავაკეთოთ პაუზა, პატარა ბრეიკი და ულამაზესი მუსიკის ქვეშ ულამაზეს ადგილას მივიღოთ უმაგრესი და უგემრიელესი საჭმელი უგემრიელესი ნიშნები. სიმპოდრო როგან სუპერ თარგმანებული სიმპოდრო უიუტი უფრო ლამაზი არის ჭალებში, არა? ერთმანეთზე მიწყობილი რამდენიმე ფართის შემდეგ ლოგიკურია ცოტა ამოსუნთქვა, წყნარად და კომფორტულად მოკალათება და უბრალოდ სადილობა აცხადებს ვანიკო. მზარეულ გიკოს იგივე გია გაჩეჩილაძის კერძებს მუსიკალურ ფონს იტალიური ცოცხალი მუსიკა უქმნიდა. სხვათაშორის პირველად ეს რესტორანი გაიხსნა, როცა ჩატარდა აქ ასაფარი, ანუ პირველ თებერვალს. სულ ფიქრობდი რა დამერქვა დღევანდელი ღონისძიებისთვის ვერ ვიტყურებ ფართი თქო, მაგრამ სულ ეს სიტყვა ფართი მქონდა აჩემებული, მაგრამ ბოლოს გადავწყვეტ სადილი ფართი, რაღაც ის დასვენება ფართი, პაუზა ფართი, მაგრამ არსით ეს არის იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მიეწყო ერთმანეთს ეს ტუსოვკა და ფართი მოწყობილი, ასე მე მოთხოვნილება შემეკვდა რომ ცოტა დამესვენა და ცოტა რაღაც ცოტა ორაში ჩამჯდარიყავი და გადავწყვეტ აი ეგეთ უბრალოდ მოეწყოს ლამაზი მოწვეული ვახშამი. Dai. Pizzebi. Oh. Au, es ari. Per favore, non si può così lavorare, Madonna. Non si può così. არა, ეს არის ყველაზე მაგარი რამე, რაც საქართველოში მოხდა ბოლო რამდენი ხნის მანძილზე? წლების მანძილზე, იმიტომ რომ ეგეთი თავშეყრა მე არსად არ მინახ. კერა და ძალიან ბედნიერი ვარ. არსად აღარ მინდა წასვლა ვანიკო, დიდი მადლობა. ავგიზდი. არა, რაც თავარია, აქ მინდა დავრჩე. აქ ნებისმიერი სახით ვარ თანახმა აქ თანამშრომლობაზე. მცხოველად, მიმტანად დაჟე ჭურჭლის ბრეც ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ მქონდეს საშუალება რომ ცხელი პიცა და საერთოდ ეს ყველაფერი აი მდგომარეობა
და ასე უფასოდ, ესე გემრიელად მე ამბობ დროს არ მიჭამია. ნებისმიერი პარტია არის სასიამოვნო თუ სასიამოვნო ხალხი იკრიბება. მე მგონი ძალიან სასიამოვნოა, ბევრი თბილისელი მეგობარი, ახლობელი ადამიანია და ძალიან სასიამოვნოა. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ხალხი მოვიდეს, დაისვენოს სულიერად, დაწნარდეს ამ მარას, რაც გარშემო ხდება, გამოეთიშოს. თბილისის აჭარის წარმომადგენლობაში როგორც ყოველთვის ამჯერადაც ელიტარული საზოგადოება შეიკრიბა და მოეწყო საღამო ღონისძიება სახელწოდებით უცხოელები საქართველოში. ღონისძიებას ოფიციალური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეს არის დიდი პატივისცემა კულტურისას. მე ვარ კარლ ლინიკი, ამერიკის მოქალაქე, აქ ცხოვრობ თბილისში და ჩვენ აქ შევქმნით ახალი გუნდი, ორი წლის იქნება ახლა რაც არსებობს ჩვენი გუნდი. გუნდს ქვია ოქროს სტუმრები და ეს არის უცხოელთა გუნდი, ესე იგი ყველა ვინც მღერის არის არა ქართველი და მღერით მხოლოდ ქართულ ხალხურ სიმღერას. შარშან ჩავატარეთ კონცერტი უნივერსიტეტის გუნდთან ერთად და წელსაც ვაპირებთ კონცერტი უნდა იყოს მგონი აპრილში უნივერსიტეტში.